ყოველისას, ჩვენთან არსებობს. ერთად აგლოცოთ, გაგახაროთ, გაგაძლიეროთ, გილოცავთ. კიდევ ერთხელ მირქმას, რომელიც გუშინ იყო, დღესასწაული უდიდესი და დღეს არის წმინდა სვიმეონ ღვთისმეტყველის დღე. მართლისა ანასე, წინასწარმეტყველი ანასე, ასევე წინასწარმეტყველისა, ფენუელის ასულისა. ღმერთმა მათი ლოცვით აგლოცოთ, გაგახაროთ, შეგეძიოთ, დღეს არის ასევე კვირა, ესე იგი უძღები შვილის და მიდის მზადება დილმარხვისათვის და ღმერთმა არხვა სინანულისა მოგმადლოს ჩვენ და აღდგომა სიხარულისა. დღეს როგორც გითხარით არის სვიმეონ ღვთისმეტყველის დღე, მირქმის მეორე დღეს, ეს არის უდიდესი წინასწარმეტყველი, მოგეხსენებათ, რომელსაც ამცნო უფალმა, რომ ის მანამდე იქნებოდა დედამიწაზე, სანამ მისი თვალით არ იხილავდა დედამიწაზე მოსულ განკაცებულ ღმერთს, მესიას, ემანუელს. როგორ დაიწყო ამის ისტორია, ებრაელები 72 მღვდელი ისრაელის თარგმნის ბიბლიას ბერძნულად, ფილადელფოსის თხოვნით ისინი მიემგზავრებიან ეგვიპტეში და თარგმნიან ბერძნულად ბიბლიას. იმიტომ რომ უკვე მოდის დრო, როცა მთელმა მსოფლიომ უნდა გაიცნოს საღვთო წერილი და ინაწილებენ სხვადასხვა ნაწილებს, წიგნებს ძველი აღთქმისას და სვიმეონ მღვდელს შეხვდა წინასწარმეტყველება ისაიასის სათარგმნელად და როდესაც მივიდა იმ ადგილზე, სადაც წერია, რომ აი ქალწული მიუდგება და შობს ძეს, რომელსაც ეწოდება იმანუელ, ანუ ღმერთი ჩვენთან არსო, მას გაუკვირდა, როგორ შეიძლება ქალწულმა იმშობიაროსო, როგორ შეიძლება ფეხმძიმე ქალი ქალწული იყოს და მერე იმშობიაროს და ისევე ქალწულად დარჩესო და მას ეგონა, რომ აქ იყო რაღაც შეცდომა და მოემზადა, რომ გადაეშალა ეს ყველაფერი, მაგრამ ამ დროს ანგელოზი გამოიცხადა და უცბად ფალმა უთხრა, რომ შენ მანამდე იქნები დედამიწაზე, რახან არ ჯერა, სანამდე შენ თვითონ არ იხილავ შენი თვალით ქალწულისაგან შობილ განკაცებულ ღმერთს მესიას. და ამის შემდეგ გადის თითქმის 200 წელიწადი, მეტი ალბათ, და როდესაც მაცხოვარი იშვება, მე-40 დღეს ბეთლემში იშვება, მე-40 დღეს შულის კანონის თანახმად, მაშინდელი შულის კანონის თანახმად, უნდა მისულიყო, მიეყვანათ ყოველი ახალშობილი პირველი ყრმა, ანუ უფროსი შვილი, პირმშო ბიჭი, ძე უნდა მიეყვანათ იერუსალიმის ტაძარში და გამოესყიდათ. რატომ უნდა გამოესყიდათ? იმიტომ რომ უფალმა ეგვიპტელების ყოველი უფროსი შვილი, ბიჭი, ძე გაანადგურა, იმიტომ რომ არ უშვებდნენ დახოცა, იმიტომ რომ არ უშვებდნენ ებრაელებს. ისინი მონებად ყავდათ და ებრაელებს არ უშვებდნენ თავისუფლებაში და ამიტომ უფალმა უთხრა, რომ აი ამიტომ თქვენ რო გახსოვდეთ ყოველთვის, რომ მე თქვენ დაგიხსენით ეგვიპტელებისაგან, ამის შემდეგ გამოუშვეს ეგვიპტელებმა თქვენი პირველი ნაშობი, პირმშო ბიჭი, ძე, მამაკაცი უნდა მიიყვანოთ იერუსალიმის ტაძარში მე-40 დღეს და გამოისყიდოთ, რომ ამით სულ გახსოვდეთ, რომ უფალმა თქვენთვის არ გააკეთა და უფალმა აღასრულა ჟული, მორჩილი იყო განკაცებული ღმერთი იმავე ჟულის, რომელიც თვითონმე დაადგინა, მაგალითს აძლევდა გასოფლებას ჟულის დაცვის და იერუსალიმის ტაძარში რომ მივიდნენ, მაშინ სვიმეონ ღვთისმეტყველს, რომელსაც დაახლოებით 200-ზე მეტი წლის წინათ ეს ემცნო, სულიწმინდა უთხრა, რომ აი მოვიდა ის, ვისაც შენ ელოდები ამოდენი ხანია და სულიწმინდის გამოწყებული სვიმეონ ღვთისმეტყველი მივიდა იერუსალიმის ტაძრად და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს დახვდა იქა და გამოართვა ყრმა, მიიკრა გულზე, მიეგება, ესე მითო ქვია მირქმა, რომ მიეგება და გულზე მიირქვა ეს ყრმა და უთხრა თვითონ ყრმას ეუბნება, ას განუტევე მეუფეო, მონაი შენი სიტყვისეებ შენი სამშვიდობით, რამე თუ იხილეს თვალთა ჩემთა მაცხოვარებარი შენი
რომელი განუზადე წინაშე პირსა ყოვლისა ერისასა, ნათელი გამოუწყინება წარმართა ზედა და დიდება ერისა შენისა ისრაელისა. აი ეს ვიმოვთ ის მიქმელი უდიდესი წმინდანი, უდიდესი წინასწარმეტყველი. უფალს გულში ჩაიგრავს ხმას და ეუბნება თვითონ უფალს, თვითონ ამ ხმას შვილს. აც განუტევ მეუფეო შენი მონაი შენი სიტყვისებ შენი სამშვიდობითო. რამე თუ იხილეს თვალთა ჩემთა მაცხოვარება შენი. აი ეს დღესასწაული გულში და ეს ბრძანდება წმინდა წინასწარმეტყველის ვიმოვთ ის მიქმელი, რომლის დღესასწაულის გახლავს დღეს, ხსენებას გახლავს დღეს და დღესასწაულიც. ეს არის უდიდესი წინასწარმეტყველი. ის არის აღმატებული უდიდეს წმინდანებზეც კი. მე მინდა თქვენი ფაქტი გითხრათ, როდესაც ერთ-ერთი პირველი ბერი ათონისტაზე პეტრე იყო ესეთი, რომელიც სარდალი იყო, ხედამთავარი იყო ბიზანტიელი ჯარის, ერთხელ ჩავარდა ტყვედ და შეპირდა ოღონ გამიშვი, უფალო ოღონ გამიხსენი ამ ტყვეობიდანო და მეო ვიქნებიო შენი მორჩილიო, ბერათა უკვეცებიო. გამოუშვეს და აღარ შეასრულა აღთქმა. გაიტაცა საერო ცხოვრებამ და მე მეორედ კიდე ჩავარდა ტყვედ და ჩააგდეს ღრმა ჯურმულში. და მიხვდა იქ რომ იჯება იმის გულისთვის საქმე არ შეასრულა და დღე და წმინდა ნიკოლოს ევედრებოდა და გამოუშვა წმინდა ნიკოლოსმა თან უთხრა არ დაგავლისდა შენი აღთქმაო და ამან აღარ შეასრულა. და მე კიდე ევედრებოდა წმინდა ნიკოლოს, მიშველე წმინდა ნიკოლოს, ოღონ გამიშვი აქედან და ნამდვილად აღვასრულებ ჩემ აღთქმასო, ვერა შევდგებიო. დიდი ხანი ევედრა და მე გამოეცხადა წმინდა ნიკოლოს და უთხრა აი წმინდა ნიკოლოს უდიდესი წმინდა. ეუბნებ ესეთ რამეს რომ მეო შენ ერთხელ დაგიხსენიო და შენ აღთქმას დაარღვიო, აღთქმას უღალატებ. და ახლა ამიტომ ჩემიო მეოხებაო, ჩემი ლოცვა აღარ არის საკმარისიო. შენო უფრო აღმატებულს უნდა ევედრეო. სვიმო ღვთის მიმრქმელს ევედრეო, რომ მან გიშველო შენო, ისო ჩემზე მეტია უთხრა. და დღე და ღამე ევედრებოდა. აი ეს დიდი პეტრე, რომელიც არის უდიდესი წმინდანი თქვენისი ათონისტის ბეროლის ფაქტიურად დამწყები. წმინდა სვიმო ღვთისმერქმელს და გამოეცხადა ღვთისმერქმელი წმინდა ნიკოლოსთან ერთად კვერთხით გამოეცხადა. წმინდა სვიმო ღვთისმერქმელი და უთხრა რომ აიო მე შეგიწყალდეო შენო წმინდა ნიკოლოზის ლოცვით და შენი ლოცვითო და ეხა გათავისუფლებთო. გადიო მიგეშინია კარებია იქნება გადაჩვეულებრივად პრობიდან და ჩადი რომშიო და მიდიო მაშინ რომ მართლმადებელი იყო ეს არის ადრეული შუა საუკუნეები. დაახლოებით ალბათ ეს არის მერვე საუკუნემდე. და თვითონ პეტრიანო როგორ უნდა გააკეთო შენო. და შემდეგ ეს კაცი პეტრე ჩადის, იქ აკურთხება რომ ათონზე წავიდეს და იწყება ათონზე უკვე ბეროვის მოღვაწეობა. აი წმინდა სვიმო ღვთისმერქმელის ლოცვით დაიწყო ათონზე ბერების მოღვაწეობა. ეს არის უდიდესი წმინდანი, უდიდესი მეოხი ღვთისინაშე და მეთქმა შეგვეციოს მისი ლოცვა, მისი მადლი, მისი წყალობა და თქვენ ალბათ ჩვენ ყველამ ვიცით რომ ცხადია რომ აკურთხა, დალოცა წმინდა სვიმო ღვთისმერქმელმა დედა ღვთისმშობელი და უთხრა შენ გულში რაც გაივლის მახვილიო რათა გაცხადდეს ყოველთა გულის რახვანია. ანუ წინასწარმეტყველა რომ შენი შვილი შვარცმას შენ თვითონ შეხედავ შენი თვალით უთხრა. ხო და აი დღეს არის წმინდა ღვთისმერქმელის სვიმეონის დღე, გუშინ იყო მირქმა. და ფაქტიურად მირქმა არის ასევე რა თქმა უნდა დედა ღვთისმშობლის დღესასწაული. იმიტომ რომ ღვთისმშობელმა მიიყვანა უფალი, ღვთისმშობელმა შვა უფალი, მერთი უფალი ჩვენ გამოგვიჩნდა ყველა წმინდა ღვთისმშობლის მიერ და ცხადია რომ გუშინი დღესასწაული ასევე განსაკუთრებით საზეიმო საქართველოში როგორც ღვთისმშობლის სიმხევრ ქვეყანაში და შეგეციოთ გუშინდელი და დღესასწაულის მადლი და ჩვენ გვინდა ერთხელ კიდევ გაგახსენოთ უდიდესი მადლია საქართველოზე, საქართველოს ბრძანდება ყველა წმინდა ღვთისმშობლის სიმხევრი. მანამდე საქართველოში წაუბრძანდა კვართი მაცხოვრის უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, ასევე რომელიც წინასწარმეტყველება იყო რომ საქართველოს ღვთისმშობლის სიმხევრი გახდებოდა, რახან ის კვართი ქართველმა ებრაელებმა იყიდეს და საქართველოში ჩამოაბრძანეს.
ამავე დროს კვართი უფლის არის განუყოფელი ეკლესიის სიმბოლო, ანუ ქვეყანა სადაც კვართი არის დაფლული, რომელსაც კვართი აქვს, იმ ქვეყნის ეკლესიას ვერასოდეს ვოროტი ვერ მოერევა ვერასდროს და ეს ეკლესია და ეს ერი ეკლესიური ერი ჩაბარდება უფალს გამწყინებული ეკლესიური ერი, იმიტომ რომ არაეკლესიური ერიც აღარ არის. აღარ არის არაეკლესიური ერი, ის აღარ არის ღვთის ერი, არამედ ეს არის ბრბო არაეკლესიური ერი. ამიტომ აი ღმერთ ვაქნას, რომ ქართველი ხალხი, რომელიც შეეწირა ქრისტიანობას ფაქტიურად და როგორც ილია მართალი ამბობს, რომ ქართველმა ხალხმა თავის გულზე აღაშენა ქრისტესთვის ტაძარიო და საშენ მასალათო მისი ძვლები, თავისი საკუთარი ძვლები და სისხლი და ხორცი გამოიყენაოთ. და ამიტომ აი ჩვენ ვევედროთ დედა ღვთისმშობელს, რომ ივერია, რომელიც არის ღვთისმშობელი ქვეყანა, ვარაუდე ილია თესბიტელის ხანით დაიფლა საქართველოში, შეურიგებელი და უკომპრომისო და ორთოდოქსული მღვდლობის სიმბოლო, შემდეგ კვართი უფლისა განუყოფელი ეკლესიის სიმბოლო და საქართველო გახდა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვედრი. ანუ ყველაზე დიდი პატივი სამყაროში ერგო საქართველოს. ეს არ არის რა თქმა უნდა ჩვენი დამსახურება. ეს არის არა ჩვენი დამსახურების გამო, არამედ ღვთისყალობაა და ჩვენ ამისთვის უნდა ყოველთვის მადლიერი უნდა ვიყოთ ღვთისა და უნდა დავემდაბლოთ თავი. იმიტომ რომ ჩვენ უღირსებს ესე დიდი პატივი მოგიმადლა და მოგეხსენებათ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი შემდეგ განსაკუთრებულად ზრუნავს თავის ქვეყანაზე, თავის ქვეყანაზე აგზავნის ჯერ ანდრია მოციქულს და სვიმო კანანელს და პატათას, შემდეგ აგზავნის წმინდა ნინოს, შემდეგ აგზავნის 13 ასურელ მამას და მონასტრებს ადგენს საქართველოში და მონასტრულ ცხოვრებას განაგრძობს და შემდეგ როდესაც ეკლესიური მონასტრული და სარწმუნოებრივი ცხოვრება ძალზე მტკიცდება და ძლიერდება საქართველოში, უკვე ადგენს საქართველოს ხელისუფლად თავის ნათესაებს, თავის ქვეყანაში თავის ნათესაებს ადგენს, რომლებიც შემდეგ ბაგრატიონად იწოდნენ. ესენი არიან ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის უახლოეს ნათესაები, მისი გვარის ხალხი, მართალი კლეოპას მიშვილები, მართალი იოსების მიშვილიშვილები, კლეოპას შვილიშვილები და ქართველი ხალხი როცა დაინახავს და გაიგებს, რომ ეს ხალხი არის დავით წინასწარმეტყველის მეფის შთამომავალი, პირდაპირ ისინი ადგენენ ერისთავად და მეფეთ აკურთხებენ გვარამ ბაგრატიონს ეწოდა მე ბაგრატიონი და ეს ტახტი ბაგრატიონების მოგეხსენებათ არის არა ჩვეულებრივი ადამიანის ტახტი, არამედ დავით წინასწარმეტყველის ტახტი, რომელსაც უფალი ამბობს, რომ ეს ტახტი არის თავას ქრისტეს ტახტი, რამე თუ მთავარანგელოზი გაბრიელი ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს უცხადებს, ეუბნება ახარების დროს, რომ შენ ძეგეყოლება შობძეს ემანუილს და მისცემს მას უფალი ღმერთი თავისი მამის დავითის ტახტს და მის მეფობას არ ექნება დასასრული კუნთი უკუნისამური. ანუ ტახტი ბაგრატიონების არის უფლის ტახტი, მაცხოვრის ტახტი. როგორც თქვი ჩვენ და ყველა ჩვენ ეს ვიცით, ჰეროდე იმიტომ დევნიდა მაცხოვარს, რომ ის უკანონო მეფე იყო ისრაელის და როცა გაიგო რომ უნდა იშვას იესო ნაზარეველი ძევთისა დავითის მემკვიდრე ზეო დავითისო შემიწყალე მე როგორც ეუბნებოდნენ მაშინდელი ებრაელები იესო მაცხოვარს მან გადაწყვიტა მისი მოკლა, იმიტომ თვითონ უკანონო მეფე იყო და იფიქრა ისევე ტახტს მიისაკუთრე ისო წაიღებს თავის კანონიერ ტახტს თვითონ დაიბრუნებსო. და ეს ტახტი რომელიც ისრაელში შეწყდა დავითის შთამომავლობის მემკვიდრეობა, შემდეგ გაგრძელდა საქართველოში, აღდგა ის ტახტი, იმიტომ რომ უფალი ეუბნება რომ უკუნისამდე შენი ტახტი იყოს წინაშე ჩემთან, ეგოს ვითარცა მზეო და გაგრძელდა საქართველოში, იმიტომ არ შეიძლებოდა უფლის აღთქმა დარღვეულიყო. და დღეს ტახტი ბაგრატიონთა არის ლამბიცი ჩვენი ისტორიიდან და წმინდა წერილიდან, რომელიც არის არა ჩვეულებრივი ადამიანის ტახტი, არამედ ტახტი თავად მაცხოვრის, რომელზეც უფალი დაბრძანდება, როცა მოვა საქართველოში. აი ესეთი დიდი პატივი ერგო საქართველოს და ჩვენ პირველი მოვალეობა ჩვენი ერთ-ერთი არის ის, რომ ეს ტახტი აღუდგინოთ უფალს.
აღუდგინოთ უფალს დავითის ტახტი, მაცხოვრის ტახტი, ღვთისმშობლის ტახტი და იმიტომ რომ უფალი უნდა მობრძანდეს და ჩვენ უნდა მისი ტახტი განვამზადოთ დედამიწაზე, ეს პატივი გვეგო ქართველ ხალხს და შესაბამისად დიდი პარალელია სვიმეულ ღვთისმსხმელსა და ქართველ ერს შორის და სვიმეულ ღვთისმსხმელმა მიირქვა უფალი გულზე და უთხრა რომ ას გამოტევ მეუფეო შენი სიტყვისებ შენი სამშვიდობით რამე თუ იხილეს თვალთა ჩემთა მაცხოვარება შენი აი ესე ჩვენ უფალს უნდა განუმზადოთ თავისი ტახტი როცა მობრძანდება უფალი და დაბრძანდება თავის ტახტზე ბაგრატიონების ტახტზე რომელიც არის დავით წინასწარმეტყველის ყოლაწმინდა ღვთისმშობლის და მაცხოვრის ტახტი რომელსაც ძალიან ცხადად ლაპარაკობს წმინდა წერილი და მოგეხსენებათ რომ ამისთვის ემზადება ქართველი ხალხი ჩვენი ხალხი გარკვეულად ჩვენი ცოდვების გამო ქართველი ხალხის ცოდვების გამო დაჟილი იქნა ღვთისაგან ისე როგორც ძველად იშებოდა როცა ღმერთს გამოდგებოდა ებრაელი ხალხი ჩვენ გავიურთა ავტოკეფალია ჩვენი ეკლესიის მანამდე სახელმწიფოებრივი ცხოვრება გაუქმდა ანუ ტახტის სახელმწიფო სამეფო ტახტი გაუქმდა მაგრამ ეს იყო ჩვენი ცოდვების გამო არაფრით არ დაუშვებს უფალი და დედაღვთისმშობელი აი ესეთი მაცხოვრის ტახტის მოქმედების შეწყვეტას და დედაღვთისმშობლის და მაცხოვრის ეკლესიის კვართისვალ ეკლესიაში ავტოკეფალიის შეწყვეტას თუ არა საშინელი ცოდვები აი რა საშინელი ცოდვები უნდა ქონოდა ჩვენ ქართველებს ჩადენილი და ცნობილი ეს ცოდვები რა არის რომ ჩვენ ესე იგი ასე დღეს ჩავარდნილიყავით რომ სახელმწიფო ტახტი და ავტოკეფალია რა უკვე მე ერთ-ერთ მაგალითს გეტყვით რა თქმა უნდა ამაზე უარეს ცოდვებია კიდე ვინც გამოიძიებს ხო მაგალითს გეტყვით ერთ-ერთ რეგიონში საქართველოში რა მნიშვნელობა აქვს ახლა აღმოსავლეთია თუ დასავლეთი ერთ-ერთმა თავადმა ფოთის ფაშასთან ნარჩი წააგო 20 ტყვე დაიგეთ საქართველოს ეკლესიის ისტორია და შესაბამისი პერიოდის ისტორია და გარკვეული დრო დაუთქვა რომ ამას შენ ჩაგაბარებ იმ დროს ამ ტყვეებსო და ვერ მოახერხე ხა იმდენი ტყვის მოპარვა და დაჭერა ქართველებს იტაცებდნენ ქართველები მოგეხსენებათ მე მეც გეტყვით წაიგითხეთ ისტორია ბათუმში იყო ბაზარი ქართველი ტყვეების თვითონ ქართველი თავადები თავიანთ ხმებს თურქებს ეყიდნენ ბათუმში და ვინ აკრძალა ნახეთ და წაიკითხეთ თავიდან ბოლომდე რუსეთის კონსულმა ბათუმში კატეგორიულად აკრძალა ქრისტიანების ყიდვა თურქებს წაიკითხეთ და ნახავთ და აი ამ ქართველმა თავადმა ეგრეთ წოდებულმა რა ის თავადი იყო ის იყო ნაზირალა ჩამოყალიბებული როვერიშოვა ეს ტყვეები ადგა თავის კარის ეკლესიაში დაიბარა სამღვდელოება თავის სათავადოს მოდი ჩემი სულისთვის წირეთო მოვიდა მღვდლები წირეს 20 მღვდელი შეკრა ჯაჭვები და ანუ ჩაიყვანა ფოჩი და მიცა იმ ფაშას აი ესეთი უკუღმართი ცოდვები ქონდა ჩვენ და კიდევ ვიძახით როგორო ჩვენ ესეთი მართალი ხალხი ვართ და რა ის უსამართლოდ მოგვექცენო რისი ღირსიც იყავი ის მიიღე და მადლობა ღმერთს წმინდა ილარიონ ქართველი იყო უდიდესი წმინდა მამა მე-19 საუკუნის უდიდესი მოძღვარი ათონის მთის და ფაქტიურად მთელი მსოფლიო მოძღვარი ერთ-ერთი წაიგითხეთ ეს არის უდიდესი წმინდა მამა სხვათა შორის იყო ტაბაგინის მონასტრიდან იქ გაიზარდა ის მე-19 საუკუნეში თითქმის 60 წელიწადი უპირობო მოძღვარი იყო მთელი ათონის მთის ანუ მაშინდელი ფაქტიურად მართლმადიდებლური სამყაროს და ის ამბობს მადლობა ღმერთო შენო რომ ჩვენი საშინელი ცოდვების გამო არ ჩაგვაგდე ქართველი ხალხი თურქების და სპარსელების ხელშიო არამედ მართლმადიდებელი რუსთა ხელმწიფის უღელი დაგვადებით ისერზეო ისეთი ცოდვილები ვიყავით ჩვენ ღირსი ვიყავით უარესისო მაგრამ რო არ გავწირე საბოლოოდ აი ეს და გვახსოვდეს ჩვენ ყოველთვის და ეს ფარისევლობა ამას უნდა დაედოს ბოლო გარყვნილების პროპაგანდა საქართველოში დაინახეთ რა ხდება დღეს ხდება ის რომ ივერია გამორჩეული ღვთისაგან თანდათან აღზდგა
ჩვენიერი დაისაჯა რა თქმა უნდა ღვთისაგან 1700 წელი აშენებდნენ ჩვენი პატრიარქები და ჩვენი სამღვდელოება, მღვდელმთავრები და სამღვდელოება საქართველოს დედა ეკლესიას და ქართველებს სულიერად მოგეხსენება თქვენ საქართველოს თავისი უმეტესი პერიოდი რაღაცნაირად ისეთი დაცალკებული იყო. მას შემდეგ რა ჩვენ თითქმის 400 წელი ქონდა ერთიანი სახელმწიფო. შემდეგ დაიშალა ის ნაწილებად და რამოდენიმე სამეფო ქართლის, კახეთის, იმერეთის და სამთავროები რამოდენიმე დაიყო, მაგრამ ერთიან სულს ინარჩუნებდა ქართველი ხალხი და ერთიანი ქართული თვითშემეცნება და თვითშეგნება იყო. რატომ? ეს იყო თავიდან ბოლომდე ეკლესიის დამსახურება, მიუხედავად იმისა, რომ სამეფოები იყო რამოდენიმე საქართველოში და სამთავროები, ეკლესია ერთი იყო და ეკლესია ახორციელებდა ერის ერთიანობის, ერის თვითშემეცნობის ერთიანობის და ერის სულიერი ერთიანობის ფუნქციას. აი ესეთი განუსაზღვრელი და უსაზომო ღვაწლი აქვს საქართველოს ეკლესიას ქართველი ერის წინაშე და ცხადია, იმიტომ რომ ეკლესია არის სხეული ქრისტესი. და ცხადია რომ უფალი მფარველობდა თავის დედის ერს, თავის დედულს და შემდეგ ჩვენი ცოდვების გამო, იმიტომ რომ ჩვენი ხალხი მიიდრიკა სხვა რამისკენ და ვისაც უნდა ამის გარკვევა ძალიან კარგად ნახავს ისტორიას და გაირკვევა, ჩვენ დავისაჯეთ. და მოხდა ის რომ საქართველოს ეკლესია სასტიკად იქნა დარბეული. ეკლესიის ავტოკეფალია შეწყვეტილი, სახელმწიფო ტახტი ბაგრატიონების გაუქმებული და ეს გრძელდებოდა თითქმის 180 წელი და ალბათ უფრო მეტი. და შემდეგ, როდესაც აი ესეთ საშინელი სიტუაცია იყო საქართველოში, ჩვენი ცოდვების გამო, როგორც გვასწავლეს წმინდა წერილი და წმინდანები როგორც გვასწავლიან, შემდეგ აი უფალმა მოიღო მოწყალება ჩვენზე. იმიტომ რომ მილიონობით ქართველი ზეცაში ესე ამბობენ იმ ქვეყანას ქართველები ჩინელებზე მეტი ვართ სასუფეველში იმდენი წმინდანები ყავს საქართველოს ესეთი ხატოვანი გამოთქმა არსებობს და აი მათი ლოცვით ქართველი წმინდანების ლოცვით უდიდესი წმინდანები წმინდა გიორგის წმინდა ნინოს და აი ამ უდიდესი ჩვენი დიდი მეფეების 12 ბაგრატიონი წმინდანი ყავთ ქართველ ხალხს შეწირული მეფე და უამრავი, რა ვიცი, 1000 მარტო 6000 ბერი ერთ დღეს მოკლეს. დავით გარეჩნუდაბნოში და 100000 კაცი თბილისში ერთ დღეს მოკლეს. ნუ პრეცედენტი არ არსებობს სოფლიო ისტორიაში. ეს ღვაწმინდანები მთელ სოფლიოში, ესე იგი საქართველოსდან სასუფეველში ასული უდიდესი ღვაწმინდანები ლოცულობდნენ საქართველოსთვის, რომ ჩვენი ღვთისაგან ჩვენზე სასჯელი უკვე დამთავრებული იყო და წყალობა დაწყებული იყო, რა თქმა უნდა, ამ სასჯელი ჩვენ უფალი წყალობდა, კი არ გვჟიდა სინამდვილეში, ეს იყო წყალობა, რომ ჩვენ დავრჩენილიყავით საფრთხო ჯულში და თქვენ მოგეხსენებათ, რომ აი მათი ლოცვით, ზეციური წმინდანების ლოცვით, ქართველი წმინდანების ლოცვით და საქართველოში უამრავი, ასე რა თქმა უნდა, იმდენად ბევრი არა, მაგრამ მაინც დიდი წმინდანების ლოცვით საქართველოში დაიწყო უკვე შემოbrunების პერიოდი, უკვე უფალმა დაიწყო შემოტრიალება, აღდგენა ქართული ეკლესიის და მოავლინა საქართველოში ჩვენი პატრიარქი ილია მეორე. და აი როგორც ეგვიპტეში ებრაელებს მიუვლინა მოსე, როგორც რო გამოიყვანა იქიდან, როგორც შეჭირვებულ ებრაელებს მიუვლინა დავით წინასწარმეტყველი, რომ დაეხსნა ფილისიმელთა ხელიდან, ასევე ქართველ ხალხს მოუვლინა პატრიარქი ილია მეორე და მისი მოსვლის შემდეგ იწყება საქართველოს განუხრელი აღორძინება და ზრდა საქართველოს დედა ეკლესიის და ჩვენი სულიერების. 4 მღვდელმთავარი იყო სულ და მოგეხსენება დღეს 45 მღვდელმთავარია. აი ზოგჯერ იტყვიან ხოლმე, აი რა თუნდა ამდენი მღვდელმთავარი საქართველოს. ბოროტიანები. ვერ ვიტყვი სხვანაირად, ბოროტიანები, აბა სხვა ვინ იტყვის ამას? დალოცვილო საქართველო იყო ნიკოპსიდან დავრუბანდამდე ოსეთიდან ადრეგაცამდე ეს იყო დიდი ივერია ეს ჩაიბარა ღვთისმშობელმა პირდაპირ წერია რომ მასკუთეთამდე ივერიელები ცხოვრობდნენ ანუ კასპიის ზღვის სანაპიროებამდე ეს იყო ივერიის ქვეყანა ეს ყველაფერი უნდა აღდგეს იმიტომ რომ ღვთისმშობელი ჩაბარდა ღვთისმშობელი აღადგენს თავის ივერიას აუცილებლად
და ამას პირველ რიგში სულიერი ზედამხედველი ჭირდება. ეპისკოპოსი ნიშნავს სულიერ ზედამხედველს, სულიერი პატრონი ჭირდება. პირველ რიგში სულიერი თორე პოლიტიკოსების ხელში ჩემი მტერი ჩავარდა. პოლიტიკოსებისთვის ქართველი კაცი არის ამომრჩეველი და მეჩი არაფერში არ აინტერესებს ის. სანამ შეუძლია რომ ხმა მიცეს, მანამდე მე ბოდიში და სულ არაფერში აღარ აინტერესებს. და სასულო პირისთვის ქართველი კაცი არის შვილი. ეხლა თქვენთან გადაწყვიტეთ და თქვენთან დაასკვენით ვინ არის ჭეშმარიტი პატრონი ღვთისა? პოლიტიკოსი თუ სასულო პირი, რომლისთვისაც ქართველი კაცი არის ამომრჩეველი და მანამდე აინტერესებს, სანამდე მისი ამომრჩეველი იქნება. და მე ბოდიში და სულ არაფერში აღარ აინტერესებს. თუ სასულო პირი, რომელიც არის მისი შვილი. ამიტომ სულიერი პატრონი ჭირდება პირველ რიგში საქართველოს. ის არის ჭეშმარიტი მოძღვარი და მამა. და ეს არის ჩვენი პატრიარქი ილია მეორე. იმიტომ რომ პატრიარქს არ აქვს თავისი პირადი ცხოვრება, არ აქვს თავისი პირადი ინტერესები, ის შეწირულია საქართველოს. და ეს მოავლინა უფალმა საქართველოში და დაიწყო როგორც გითხარით საქართველოს აღორძინება და ეს სულიერი პატრონები, სულიერი მოძღვრები, სულიერი ზედამხედველები, სულიერი დამცველები ქართველი ხალხის არის საჭირო, რაც შეიძლება გამრავლდეს და ამიტომ ამრავლებს უფალი საქართველოში ეპისკოპოსებს, რომ ყველა რეგიონს ყავდეს თავის სულიერი პატრონი. ტაო-კლარჯეთში და ლაზეთში რამოდენიმე ათეული მღვდელმთავარია საჭირო, რომ იმ კუთხეს პატრონი გამოუშვდეს. აგერ საინგილოში რამოდენიმე ეპისკოპოსია საჭირო, რამოდენიმე ეპისკოპოსია საჭირო სხვადასხვა კუთხეებში კიდე საქართველოში, რომ საქართველო თლიანად ღვთის სულიერი ზედამხედველობის და კონტროლის ქვეშ იყოს. და ამიტომ აკეთებს ამას პატრიარქი. და ყველა ეპისკოპოსი საქართველოში ილია მეორის პატრიარქის ნაკურთხია თავიდან ბოლომდე. და ამიტომ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი არის საქართველოს დედა ეკლესიის ძლიერების და ერთიანობის გარანტი. მოგეხსენება თქვენ, რატო ამბობ ამას? იმიტომ რომ დედამიწაზე უფალი თავისი ადამიანები, თავისი წარმოგზავნილი ხალხით აკეთებდა საქმეს. ისინი იყვნენ დედამიწაზე ღვთის საქმის შესრულების გარანტი. ასეთი იყო მოსე წინასწარმეტყველი. გააგზავნა ის უფალმა ეგვიპტეში და არ უნდოდა მოსეს ეშინოდა. გააგზავნა როგორც იტყვიან ძალით და გამოაყვანია ებრაელები ეგვიპტიდან. აი ეს იყო გარანტი ღვთის საქმის შესრულების მოსე იმაში რა ქვია ეგვიპტეში. ასეთივე გარანტი იყო ღვთის საქმის შესრულების დავით წინასწარმეტყველი. ფილისტიმელები თლიანად განდევნა ქანაანის ქვეყნიდან, დაამარცხა, რკინის უღელი დაადო ზედ და შექმნა ისრაელის ანუ ღვთისერის უდიდესი იმპერია. მოსეს ხელით, დავით წინასწარმეტყველის ხელით იხსნა ებრაელები აი ამ საშინელი განსასწრებისგან. საჯულების პერიოდი გაიხსენეთ. ხან გედეონის ხელით იხსნიდა, ხან სამსონის ხელით იხსნიდა. პირდაპირ ეს ეწერია, იხსნა მათი ხელით უფალმა, ხან ბარაკის ხელით იხსნიდა და სხვა სამუელის ხელით როგორ იხსნა ებრაელები, ხო? მოგეხსენებათ. და ამიტომ აი მოავლინა უფალმა ილია მეორე, რომ მისი ხელით დაიხსნას ივერია, იმიტომ რომ უფალი იხსნის, უფალი შთაიყვანებს ჯოჯოხედან და მოიყვანებს, უფალი კლავს და უფალი აცოცხლებს, უფალი წყლავს და უფალი კურნებს. ხოლო ყოველი კაცი ცრუ და ორპირო წერია. ყოველი კაცი ცრუ და ორპირო. ნუ გეშინიაო, რაცა გამდიდრდება კაციო და ფუფუნება გადაუვა თავზეო. წაიგითხებს სალმონში, იმიტომ რომ მისი სიმდიდრეო იმას საფლავში არ წაყვებაო. ამ ქვეყანაზე დატოვებს ყველაფერს. ესე წერია. ამიტომ არ უნდა გადიდგულდეს ადამიანი. არ უნდა გადიდგულდეს. როგორც ებრაელების საეპოში ხდებოდა, როგორც მინაწერილი წერია ამბობს, რომ ზოგიერთი მეფე გადიდგულდებოდა და უფალი იმ წუთშივე დაამხობდა ხოლმე. აი ეს არ უნდა მოხდეს. ამიტომ აი უნდა გვახსოვდეს ჩვენ, რომ პატრიარქი ილია მეორე, რომელმაც აღადგინა ქართული ეკლესიის ძლიერება უფლის ხელით და უფლის ძალით და შეწევნით, რომელმაც აკურთხა 45 ეპისკოპოსი დღეს და ღმერთმა მრავალი აკურთხებიოს, რომ დიდი ივერია, როცა აღდგება, ღვთისმშობლის ივერია ნიკოპსიდან და რომამდე ოსეთიდან არეგაწამდე სულიერი პატრონი ყავდეს ყოველ რეგიონს, ყოველ კუთხეს. უფალმა, რომელმაც ივერიის პატრიარქს ილია მეორეს უამრავი ეკლესიები და მონასტრიები გაახსნევია და აღადგენია აკადემიები და სემინარიები, უფალმა
ივერიის პატრიარქს ილია მეორეს, რომელსაც აღადგენია საქართველოს ავტოკეფალია და ამცნობია მთელ მსოფლიოს ავტოკეფალია, ანუ დამოუკიდებლობა ჩვენი ეკლესიისა. უფალმა, რომელმაც თქვენ იცით, პატრიარქმა ჯერ კიდევ მისი პატრიარქობის დაწყებიდან ჩაიფიქრა უდიდესი გრანდიოზული ტაძრის აშენება, სამების ტაძრის აშენება. მანვე შექმნა ამის პროექტი ილია მეორემ. მისი ზედამხედველობით არის ყოველი ასე თქვათ, კვანძი ამ ტაძრის, ყოველი მონაკვეთი, ყოველი დეტალი ამ ტაძრის გამოჩუქურთმებული მისი პირადი ზედამხედველობით არის ყველაფერი და მისი ლოცვით გამოაჩინა უფალმა ფინანსური საშუალებები და ადამიანები, რომლებიც ამ ტაძარს დააფინანსებდნენ, მისი ლოცვით მოხდა ეს ყველაფერი. აი უწმინდესი ილია მეორე ბრძანდება დედამიწაზე გარანტი საქართველოს ეკლესიის ერთიანობის და ძლიერების. ისევ როგორც მოსე იყო თავის დროზე, ისევ როგორც დავის წინასწარმეტყველი იყო, ისევ როგორც გედეონი იყო, ისევ როგორც სამუელი იყო, ისევ როგორც სამსონი იყო, ისევ როგორც დავით აღმაშენებელი იყო, გარანტი საქართველოს გამთლიანების და გაერთიანების, ისევ როგორც თამარ მეფე იყო, გაერთიანების და გამთლიანების საქართველოში ღვთისგან დადგენილი. და მე მინდა შეგახსენოთ ერის გამთლიანებას როგორი ადამიანები ახერხებენ და როგორი პირობები აქვს წინ. დავით აღმაშენებელმა რა გააკეთა? კომუნისტურ პერიოდში გადაასხვაფერეს მთელი ჩვენი ისტორია, ყალბად გვაწვდიდნენ. პეტრე პირველმა რუსეთის ეკლესიას პროკურორი დაუნიშნა სინოდის თავმჯდომარედ. პატრიარქობა გააუქმა. და ამით უდიდესი ბოროტი საქმე გააკეთა. დავით აღმაშენებელმა პირიქით საქართველოს მთავრობის თავმჯდომარედ მთავარეპისკოპოსი მიტროპოლიტი ჭყონდიდელი ეპისკოპოსი დანიშნა გიორგი მოგეხსენებათ და მის გარეშე ის ფეხს არ დგავდა. ანუ მთელი მთავრობა საქართველოსი ჩააბარა ეპისკოპოსს. აი და როგორც ამბობთ, მოიწვია რუის ურბნისის კრება და უთხრა იმ თავგასულ თავადებს, დედი თქვენი შვილი ხარ, ჩაერევით ეკლესიის საქმეებშიო. აი ჯარი და ჯარის წინაშე აგებ პასუხსო. და ეკლესია, რომელიც დაზიანებული იყო ამ საშინელი გარედან ჩარევებით, თავგასული თავადების, ანუ ერის ხალხის ჩარევებით, მთლიანად გაწმინდა საქართველოს ეკლესია ჩვენმა მაშინდელმა პატრიარქმა არსენ იყალთოელმა და მაშინდელმა დიდმა ბერებმა. აი ეს გააკეთა დავით აღმაშენებელმა. მან სახელმწიფო მთლიანად ეკლესიურ წეწყობილებას დაუმორჩილა. და თვითონ ამბობდა, ეს დიდი გამარჯვებები, რომელიც მე გავაკეთეო და ამხელა იმპერია შევქმნიო, იმის გამო იყო, რომ ესე გავაკეთეო. იმის გამო იყო, რომ უფალს და დედა ეკლესიას მთელი სახელმწიფო დაუმორჩილებო. გაიხსენეთ თამარის პერიოდი. უკუღმართად მარტავდნენ ბოლშევიკები და დღეს ბოლშევიკების მიმდევრები, ნეობოლშევიკები, დღევანდელი კომკავშირლები, სიბილწის მიმდევრები. რა თქვა თამარ მეფემ? მან მოიწვია საეკლესიო კრება და განუცხადა საეკლესიო კრებას პატრიარქს და ყველა ეპისკოპოსებს და ეუბნება თქვენ კანონმდებლები ხართო, მე შემსრულებელი ვარ, უთხრა. ეს ხმალი იმიტომ შემარტყა ღმერთმა წელზეო, რასაც თქვენ დაადგენთო, იმას აღვასრულებ მეო. აი ესეთი იყო დიდი თამარი და ამიტომ შეიქმნა უდიდესი ქართული სახელმწიფო. და მერე როცა მოინდომეს თავიანთი უკუღმართის ზრახვების თავს მოხვევა ეკლესიაზე, ეკლესიის კრიტიკა, დღეს რომ ესე მოდას შემოვიდა და ზოგიერთი უკუღმართად აყვა ამას. დაიქცა საქართველო. იმიტომ რომ ღმერთი შეურაცხყოფილი არასოდეს არ იქნება. არასოდეს არ იქნების ღმერთი შეურაცხყოფილი. იმიტომ რომ ეკლესია არის სხეული ქრისტესი. ეკლესია არის სვეტი და სიმტკიცე ჭეშმარიტების. ეკლესია უცნობელია, სოფლიო მართლმადიდებელი ეკლესია. და საქართველოს ეკლესია, ეს არის კვართის მსხველი ეკლესია. ეს არის ღვთისმშობლის ეკლესია და როგორც მოექცევი შენ საქართველოს ეკლესიას, ისე მოგექცევა დედა ღვთისმშობელი. შენ დაუწყებ ომს ეკლესიას, შენ დაგანგრევს დედა ღვთისმშობელი. ვერ გაიხარებ, ვერასოდეს. ეს უნდა იცოდე. ამას ადასტურებს საქართველოს ბოლოდროინდელი ისტორია, ვინც დაუწყო ომი ეკლესიას და ჩვენ პატრიარქს დაასამარა უფალმა თავიდან ბოლომდე. აი ეს უნდა ვიცოდეთ ჩვენ. მერთმა დაგლოცოთ და საბოლოოდ მე მინდა გითხრათ თქვენ, რომ ძალიან დიდი პარალელია ღვთისმადლით და ღმერთმა ქნასო იყოს სიმოღვთისმადლსა და ჩვენ პატრიარქს ილია მეორეს შორის.
ღვთისმეტყველი ძალიან ჭირდებოდა უფალს. რატომ? იმიტომ რომ მას უნდა მოწმე დედამიწაზე, რომ როცა ის მოვიდოდა, დაემოწმებინათ, რომ ის არის ზეღვთისა. ამისთვის ჭირდებოდა წინასწარმეტყველები, რომლებიც ამოწმებდნენ მთელი ძველი აღთქმის განმავლობაში, რომ მესია მოვიდოდა. ამისთვის ჭირდებოდა მოციქულები, რომელსაც ამბობს, თქვენ იქნებით მოწმე ჩემი იერუსალიმში და მთელ მსოფლიოში, რომ მე მოვედი დედამიწაზეო და თქვენ ჯვარს ვეკარი, ჯვარს ვეცი აღვდექი, მკვდრეთი და ვმაღდი ზეცათო. ამისთვის ჭირდებოდა დიდი წმინდა მამები, წინასწარმეტყველები და მოციქულები უფალს და ამისთვის ჭირდება დღეს საქართველო ივერია თავის დედის წილხვედრი, რომელშიც ქრისტეს ტახტია, ბაგრატიონების ტახტი და მისი პატრიარქი ამისთვის ჭირდება, იმიტომ გააძლიერა უფალმა ილია მეორე, იმიტომ გაამწყინვა საქართველოს დედა ეკლესია და ღმერთმა კიდევ უფრო გაამწყინებიო ჩვენ პატრიარქს, ჩვენი უფლის მაცხოვრის ლოცვით და მეოხებით და მოქმედებით საქართველოს დედა ეკლესია და ჭირდება ამისთვის უფალს ივერის პატრიარქი ილია მეორე, რომ ის არის გარანტი საქართველოს ეკლესიის ერთიანობის ყველა ეპისკოპოსი მისი ნაკურთხია. ჩვენ ყველანი, მე სხვაც ნებისმიერი ჩვენთაგანი პატრიარქთან რომ მივდივართ, ქედადრეკილი წავდგებით ხოლმე მის წინაშე, როგორც ჩვენი მაკურთხევლის წინაშე. ის არის საქართველოს გარანტი, საქართველოს ერთიანობის, საქართველოს ეკლესიის ძლიერების და საქართველოს ეკლესიის განუყოფლობის. ამიტომ აპოკალიფსის პერიოდში, როცა ყველანაირი უკუღმართობა და უზნეობა ყველანაირი საზღვარს გადაცდა, როგორც ამბობენ ჭკვიანი ხალხი, უზნეობაო, ზღვარდაუდებელიო, ყველა დიქტატურაზე უარესიაო და ეს უზნეობა ზღვარდაუდებელია დღეს მთელ მსოფლიოში, რომელიც დასავლეთიდან მოდის, რომელზედაც ჩვენ ასე ვამბობთ, როცა ხალხს ვნათლავთ, დასავლეთისკენ შევატრიალებთ და ვამბობთ სამჯერ ფუიეშმაკს და ეს ყველაფერი მოდის დასავლეთიდან, ერთსქესიანი ქორწინება, ინცესტი და ასე შემდეგ, ათასნაირი გარყვნილება და გათახსირება. ისინი იცავენ ამას თავიანთი კანონმდებლობებით და აიზულებენ თავიანთ მოქალაქეებს, რომ ამ გარყვნილებაში ჩავარდნენ, სხვა შემთხვევაში რეპრესიებს ახორციელებენ მათზე. შედით ინტერნეტში, შედით, ნახეთ საინფორმაციო საშუალებები და თქვენ დარწმუნდებით, რომ ეს ასია. და აი ამ საშინელ დროში, რომელზედაც იოანე ოქროპირი ამბობს, რომ მეორედ მოსვლა იქნება მაშინ, როცა კაცი ქალი გახდება და ქალი გახდება კაცი, როცა ესეთი აღრევა იქნება ყველანაირი უზნეობის და გათახსირების, აი ამ საშინელ დროში საქართველოს ჭირდება უძლიერესი სულიერი ხელისუფალი. გარანტი საქართველოს დედა ეკლესიის ერთიანობის და ეს არის ილია მეორე, რომელსაც უდიდესი ავტორიტეტი მოუხვეჭა უფალმა მთელ მსოფლიოში. მთელი მსოფლიოს წმინდანები ამბობენ, რომ ეს არის ილია მეორე არის ბოლო ჟამის ერთ-ერთი უდიდესი წმინდა მამა ყველა დროის. და ეს მოგცა ჩვენ უფალმა და მადლობა ღმერთს ამისთვის და დიდება უფალს და ვინც დაუპირისპირდა ჩვენ პატრიარქს გაანადგურა თავიდან ბოლომდე უფალმა. და ეს უნდა გვახსოვდეს და ამიტომ უნდა ვევედროთ უფალს, როგორც ღვთისმიმრქმელი სვიმეონი ჭირდებოდა უფალს და 300 წლამდე ამყოფა დედამიწაზე, სანამ უფალი არ მოვიდოდა, გულში არ ჩაიხუტა მან უფალი და უთხრა, ას განუტევე მეუფეო, მონაი შენი სიტყვისეებ შენისა მშვიდობით, რამე თუ იხილეს თვალთა ჩემთა მაცხოვარება შენი. ესე უფალმა არ მოაკლოს ივერის პატრიარქი ილია მეორე საქართველოს, რამე თუ მისი თვა ჩვენ მისი ლოცვით ვარ ძლიერი და მან აღადგინა ქართული ეკლესია და ქართველი ერი და საქართველოს სულიერება, არ მოაკლოს ის უფალმა და ამყოფოს მანამ დედამიწაზე, სანამ უფალი არ მობრძანდება და უფალი არ ჩაიხუტებს ჩვენ პატრიარქს გულში და საქართველოს არ ჩაახუტებს უფალს, ჩვენ მაცხოვარ ჩვენი პატრიარქი ილია მეორე გულში უფალს. ამინ. ერთმა დაგლოცო, დაგახალოთ და გაგაცნო. აი ხარ ჩვენ.